ჩემი ოჯახი საფთიაგი. ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. გზაზე ჩიტანავასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროს კალბატონ კეთევან ასათიანს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენი მხრიდან მისი მასპინძლობის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეროვნულმა არქივმა კონკრეტული პროექტის სახელწოდებით ქართული სიძველეების ფარგლებში დაიწყო საარქივო მასალების გამოქვეყნება და ეროვნული არქივის ცენტრალურ თუ რეგიონულ ფილიალებში საკმაოდ დიდი ძალი მასალაა დაგროვებული, რომელიც დიდი ღირებულებისაა ჩვენი ისტორიისთვის და ახლა ეს ყველაფერი როგორც ვთქვით ამოყრილია პროექტის ქართული სიძველეების ფარგლებში და მოძიებული საარქივო მასალის გამოქვეყნება მიმდინარეობს. აგვიხსენით ეს ერთ-ერთი რიგითი პროექტია თუ რაიმე მიზანი აქვს გარდა იმისა რომ შეგვახსენოს როგორი სიძველეები გაგვაჩნია და როგორი სამეცნიერო მუშაობის შედეგია ასე ვთქვათ ყველაფერთან ერთად ეს პროექტი. დიახ, პროექტს რიგიც ნამდვილად ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ სრულიად განსაკუთრებულია ეს პროექტი. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ის კვლევების შედეგები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს ეროვნულ არქივში. მოგეხსენებათ, ეროვნული არქივი არის საკმაოდ დიდი დაწესებულება, რომელშიც მილიონობით დოკუმენტები ინახება და აბსოლუტურად სხვა პერიოდს, სხვა თემას ასახავს ეს ყველაფერი. ამიტომ რაიმე შესწავლა და ვთქვათ ესე ცალკე თემად გამოტანა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევას და ცოდნას საჭიროებს, დიახ. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ხოლმე განსაკუთრებული პროექტია, იმიტომ რომ თითოეული დოკუმენტი, რომელიც ამოდის ამ პროექტის ფარგლებში, არის უკვე თავისთავად სიახლე. ახალი ამბავია, ახალი მასალა და ახალი სიტყვა იმ ძველზეც, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი, თქვათ, გარკვეული ინფორმაცია გქონდა, ვიცოდით. იმდენად საინტერესო დეტალებია, დღეს გვექნება ალბათ ზოგადი საუბარი და თანდათანობით თქვენს და ზოგადად საზოგადოებასაც სრულად მივაწვით იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ამოვიღეთ უკვე და მინდა გითხრათ, რომ სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს. კი ბატონო. აქ გასაგებია, რომ დოკუმენტების ნაირსახეობა სიებით დაწყებული, რაღაც სხვადასხვა ტიპის ჩამონათვალით, ტექსტურიდან ფოტოთი დასრულებული. სანამ შეძლებენ მსმენელები თქვათ კონკრეტულად ეს ყველაფერი ნახონ, წაიკითხონ და აკვირდნენ, თქვენ როგორც ამ საქმეში ჩართულმა ადამიანმა გითხარით, თქვენი შეფასებით, თქვენი ხედვით, რა არის ის ძირითადი კონტური თუ ის ძირითადი მიმართულება, რასაც გვაძლევს ეს პროექტი. მისი სახელწოდება ბევრ რამეს გვეუბნება, ქართული სიძველეები და მინიმუმ ინტერესს აჩენს, ხო? ვიღაცისთვის ეს იქნება გახსენება, ვიღაცისთვის იქნება აღმოჩენა. ვიღაცისთვის იქნება არსებული ინფორმაციის კიდევ უფრო გაფართოება. აი თქვენ როგორ უყურებთ ამას და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის ასპექტი, რომ ამ სიძველეებს შევხედოთ და გავაანალიზოთ თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამე კი არა და უდიდესი ნაწილი მასალის, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ, სიახლე იქნება არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ მეცნიერთა ვიწრო წრისთვისაც კი. შემოდის არა მხოლოდ ახალი მასალა, ახალი თემებიც კი იშლება, ძალიან ბევრი რამე ისეთი მასალა ამოვიღეთ, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა. მაგალითად ნახეთ რამდენიმე სიძველე, კიდევ ერთხელ ამბობ არ გავშლი ბოლომდე, რამდენიმე სიძველე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ საერთოდ არაფერი იცოდა, ჩვენ ამოვიღეთ დოკუმენტები ამ მასალასთან დაკავშირებით და შევეცადეთ, რომ გარკვეული პატარა დეტექტიური საქმეები წავიდა, ასე ვეძებთ, შეიძლება წასულიყო ეს მასალა, რომელიც დღეს მიწის ზედაპირზე არ ჩანს, არის მხოლოდ ეროვნული არქივის ან დოკუმენტებში, ან ფოტომასალაზე სხვა შესაძაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რამდენიმე ხელნაწერი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ფოტომასალა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჭედური ყდები, ხატები, ბევრი ისეთი რამე, რაც არის დღეს საქართველოს სიძველეების სივრცეში დაცული, თქო სხვა მუზეუმში, მაგრამ მათი ისტორიები არ იციან, მაგრამ ეს დაცული ეროვნული არქივის დოკუმენტებში და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გეტყვით, იმიტომ რომ ამის შესახებ ჩვენ გქონდა საუბარი და ვიტყვით, რომ ეთქო ჩვენს ერთ-ერთ არქივში, ქუთაისის ცენტრალურ არქივში არის დაცული დოკუმენტები, როგორ იპარავენ ხახულის ღვთისმშობლის ხატს. ეს ის მომენტია, როდესაც დაიკარგა ის შუა ნაწილი
ხახულის ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც დღეს დღემდე ჩვენ მუზეუმში გვაქვს თბილისში. სამწუხაროდ ის ნაწილი, ის შუა ნაწილი დაკარგულია და დღემდე მოძიება მიდის, ასე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ბევრი საკითხთან დაკავშირებით ისეთი დოკუმენტები, რომ შენ გაქვს საშუალება გაყვალს და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ზღვრამდე მიხვიდე და რაღაცა ისტორიები გააცოცხლო ამასთან დაკავშირებით. ბევრ ამას გვაძლევს ეს პროექტი. პირველ რიგში იცით რას გვაძლევს? ერთი მხრივ ტრაგიკული სახეა გასაგროილია, იმიტომ რომ ადევნებ თვალყურს როგორი კარგება ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ რამდენად ბევრი რამე გვაქვს შექმნილი. რამდენად ტრიალებდით მსოფლიოს ესეთი ყველაზე კულტურული თვალსაზრისით ყველაზე განვითარებულ ნაწილში არავის ტოლს არ უდევდით და თითოეულის ექსპონატი რომ რა ინფორმაცია ამ ექსპონატის შესახებ რომ ჩვენ გვაქვს მიგვითითებს რომ თქვათ ერთ ხატთან დაკავშირებით წერია ეს არის მინანქრული ხატი რომლის ტოლი არ არის ვენეციაში კი მაგალითად და დაახლოებით ესეთი შეფასება აქვს იმ ძველ საბუთს რომელიც ჩვენ ვიპოვე და ვცდილობთ ახლა მივაკვლიოთ რა ხატზეა საუბარი ხო რამდენად ბევრი რამე შეგვექნა და როგორი ნიჭიერები და კარგები ყოფილვათ ასე ვთქვათ ეს მეორე მხარე დადებითი მხარე ამის კიდევ უფრო დადებითი ის არის რომ ბევრ რამეზე ნუ მაგალითად ვახტანგ მექსის დროშა რომელიც არის დღეს ეროვნულ არქივში უпроსტად ეროვნულ მუზეუმში დაცული ამ არქივში არის დაცული როგორ ხდება ამ დროშის ან საქართველოსთან გატანა ან როგორ ხდება მოძიება ინფორმაციის სად არის დაცული იმ პერიოდში ხა უკვე ჩამოტანილია საქართველოს მაგრამ როგორ ხდებოდა ეს მოძრაობა რა ტრაექტორიეთია რა საქართველოსთან ჩრდილოეთი და შემდეგ უკვე და ასევე გვაქვს ფოტო იქვე ჩადებული რომელიც რომელთაც ჩვენ უყურებთ ამ დროშას რესტავრაციამდე ასე რომ ბევრი ისეთი კუთხე ამოვიდა რომელიც ერთი მხრივ სამუშაოა საოცრად საინტერესო იმიტომ რომ სერიოზულ დეტექტივად გრძნობ თავს მეცნიერების მიმართულებით და მეორე მხრივ პირველად ხდება რომ ინფორმაცია და ყველაზე ძვირფასი დღეს 61 საუკუნეში მოხსნა ინფორმაცია კონკრეტული სიძველების შესახებ რომელიც ან არსებობს ან ნაწილობრივ არსებობს ან უკვე არ არსებობს ან არის მაგრამ უცხოეთშია ძალიან ბევრი რამე თქვათ იქ ევროპის მუზეუმებშია განფენილი და რომელსაც ნელა-ნელა ვაგნებთ თანდათანობით ნაწილი ვიცით რა ნაწილს ახლა ვაგნებთ ხომ აი ამ მთელი ამ ინფორმაციის თავმოყრა ხდება ერთად და ვემზადებით ძალიან კარგი ნაშრომისთვის რომელსაც დავარქმევთ ალბათ ეს იქნება სიძველების კვალ და ქართული სიძველების კვალ და კვალ მთელ მსოფლიოში აი ასეთი სურათი ჩანს უკვე თავიდანვე ამ პროექტისგან. ეს იქნება თქვათ სხვა ქვეყნების არქივებში დაცულ დოკუმენტებზეც გახვიდეთ? არა, დოკუმენტებზე არ არის საუბარი. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ის მასალა, რომელიც შესაძლოა ჩვენთან არის საუბარი ამ დოკუმენტებში, შესაძლებელია არის ამათი კვალი გააგრძელოთ? კვალი ფიზიკურად ეს მასალა სადღაცა ნაწილი არის. ნაწილი რასაკვირველია შესაძლოა მცირე ნაწილი, შეიძლება იმ ნაწილმაც მე სხვა ნაწილზე გადამისამართება მოახდინოს და ეს ზუსტადაც რომ აი კვლევის შედეგები საოცრად საინტერესოა. ეს წყალებში სამეცნიერო დეტექტივი არა ლოკალური, არამედ გლობალური საშუალებას იძლევა ეს დოკუმენტები. რასაკვირველია და ახლა ერთი წამი წარმოიდგინეთ საბოლოო ანუ ის მონოგრაფიული ნაშრომებსაც ჩვენ ვემზადებით და რომელიც აუცილებლად იქნება ილუსტრირებული, იმიტომ რომ შეგნით იქნება ახლა მაგალითად ცოტა ხნის წინ შევეხეთ ძალიან ზოგადს გეტყვით და კონკრეტულს არა უკრაინაში დაცული ქართული სიძველეები. საოცრად კარგი მასალა, ეს არის მიტრები, ჩვენი პატრიარქების, ეს არის ხატები, ეს არის საერთოდ. ეხლა ჩვენ ფოტოების დონეზეც კი მივაგენთ, ეხლა ვცდილობთ გავარკვიოთ დღემდე მოაღწია თუ არა ამ მასალამ. აი ნახეთ, ძალიან მრავალმხრივი სამუშაო მიდის. ერთი რომ ეს ყველაფერი არის შესაფასებელი მთელი ეს მოძრაობა, რომელიც მიდის განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში სამწუხაროც და საბედნიეროც სამწუხაროს იყო, რომ მაშინ როცა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა და დაპყრობილები ვიყავით და ბევრი ეკლესია დაცარიელდა და ეს ქონება დარჩა ასე ღიად და ისიც კი პრობლემური იყო რას მუზეუმებში იყო და შესაბამისად ხდებოდა ამ ეკლესიებიდან ამ ყველაფრის გატაცება და გადინება. მაგრამ ამას გარდა უყურებთ როგორი გააფთრებულები ცდილობენ რაც შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენები რომ დაიტოვონ რაც აქვთ გადაარჩინონ. ეს ჯგუფიც დიდი არ იყო. როგორც წესი, კარგ საქმეზე რატომღაც ხშირად არ არის ხოლმე დიდი ჯგუფი, მაგრამ ის რამდენიმე ადამიანი რომელიც ამით არის დაკავებული ყველაფერს წყვეტს. მაგრამ არის კიდე ერთი მომენტი, ჯგუფი შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ
ძალიან ბევრი იქნება ისეთი, რომლის სახელი გვარიც ისტორიას ნაკლებად შემორჩა და მათი ღვაწლი, მათი თავდადება შეიძლება არანაკლები იყო. უბრალოდ ამ შემთხვევაში პირობითად ისევ ექთიმეს და მის გუნდს რო დაუბრუნდეთ, მათ მოახერხეს, რომ რაღაცა სისტემური სახე მიეცათ ამ ყველაფრისთვის, ხო? აი, ერთი კონკრეტული მაგალითი ზუსტად იმის გაგრძელებაზე, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, გუშინ ვამუშავებდით ერთ საბუთს, საკმაოდ დიდი საბუთი იყო, რომელიც დაწვრილებით, რომელშიც ავტორი, სამწუხაროდ ავტორი აღარ მახსოვს, იმდენად უცნობი სახელი გვარია, ყვება დაწვრილებით, როგორი არა რა ჭაში, რომ მოეძებნა რამენაირად, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი ის იძულები, რომელიც დარჩენილია, მაგრამ კიდევ შემორჩა, მაგრამ სულ წარმოგიდგენთ 20-ოდე ისტორიულ საბუთს მივაკვლიო, ეს მისთვის ცოტა 20-ოდე ისტორიულ საბუთს მივაკვლიო, ერთის მივაკვლიო, იმიტომ რომ როგორც მითხრესო, რაჭადა იქ მიმდებარე მატვაჭა იყო, იქ როგორც მითხრესო, რაც აქამდე ქონდა კი, ლეჩხუმიც იყო, სვანეთის ნაწილი, მოკლედ ვთქვათ, რაც ქონდა აქამდე სიძველები და ძვირფასი ყველაფერი ჯერ თაყაიშვილმა წაიღო ექთიმემო, ანუ მუზეუმში იგულისხმებოდა და მეორე კიდე ტელეფონ ჯაფარიძემ, რომელიც ქუთაისის მუზეუმის დამაარსებელი იყო, ანუ მათ მოახერხეს და ანუ ასე ვთქვათ, არქეოლოგიაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა და მესამე ეს მიდიოდა და ეს ფიგურა ეს ამბობდა რომ სულ რაღაცა 20-ოდე საბუთი ნახე მეტი არა. ეხა ჩვენ აი ნახეთ გაგრძელება როგორ არის. ეხა მიდის მუშაობა რა რომ 20-ოდე საბუთზეა საუბარი, რომელიც მან ნახა. საწავიდა თქმა უნდა მოაღწია თუ არა, სავარაუდოდ მოაღწია კიდევაც, მაგრამ ჩვენ უკვე მიდის სრული იდენტიფიცირება აი ემოციის საბუთისა, რომელსაც ის და იმ 20 საბუთს რომ მოვიკვლევთ, მინიმუმ ის გვეცოდინება, რომ რა პერიოდში როგორ სახელი გვარიც აგერ გწონდია, ვინ წამოიღო, ანუ დოკუმენტების ისტორია ცალკე რა თქმა უნდა, მე ისეთი როგორ არის დოკუმენტების გარდა არის რამდენჯერმე იყო მე 17 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე რამდენიმე მიმართულება არის იცით როგორ ვთქვათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მასალა იქნა საქართველოს გატანილი ეს ჯგუფებად გვაქვს ეს დაყოფილი რომელთაც მოხერხდა მასალის უმეტესობის დაბრუნება და ჩვენ ვეძებთ იმასაც კი რაც არ დაბრუნდა ვეძებთ რა არის ის რაც არ დაბრუნდა რა თქმა უნდა თუ გაძლევს დოკუმენტები ამის საშუალებას და მით უფრო გაგრძელების საშუალება თუ გაქვს და ხშირად არ არის მაგრამ ერთი შემთხვევაც უკვე საკმარისია რომ დიდი სიტყვა თქვა ეს არის ვახტანგ მეექვსის დროს ბატონიშვილება მასთან ერთად საქართველოსთან გატანილი ქონება ეს არის საქართველოს დაპყრობის შემდეგ და იმ პერიოდში იმდენი გავიდა საქართველოსთან რომ თვითონ ნივთი წაიღო უკვე 1000-ზე მეტი იქნებოდა მინიმუმ ხო როდესაც რუსებმა დაიპყრეს ქართველები საქართველოს დაიძულების წესით ბატონიშვილები გადაასახლეს რა თქმა უნდა იმათაც გაყვათავენ ქონება ეს არის ყველაზე დიდი გადინება ალბათ იყო 1915 წელს ოსმალეთის შემოსევაში. მთელი ჩვენი არქივები და სამუზეუმო ქონება ჩრდილოეთ კავკასიაში იქნა გატანილი და იქ საკმაოდ დიდი ნაწილი მასალისა დაიღუპა, თუმცა მაინც ათეულობით ვაგონის უკან დაბრუნება მოხერხდა და ეს არის რაც არანაკლებად საინტერესოა და რის კვლევაც თავიდან მოხერხდება ამ პროექტის ფარგლებში. საფრანგეთში ჯერ გატანილი და შემდეგ დაბრუნებული ჩვენი განზეულობის საკითხი და ასე კიდევ ასე თუ ისე იგივე ექვთიმეს წყალობით რაღაცა სისტემური აღწერა და რაღაცა ჩარჩოში მოქცევა მათი ეს არის საინტერესო ამ ჩარჩოებში რა ხდება? ხო რა ხდება ამ ჩარჩოებში, როგორ ხდება ამ ყველაფერზე, რა მომენტში ჩაერთო ექვთიმე, როდის მიუსწრო, როდის არ მიუსწრო, რამდენად დიდი სამუშაო იქნა რეალურად გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით ეს ზოგადად რომ ექვთიმე ძალიან ბევრი შრომა ამ ყველაფერზე სინამდვილეში ხო, სინამდვილეში ეს ამ ფასდაუდებელ შრომას თავის სახელი უნდა ერქვას. ეს დაწყლებით უნდა იყოს ასახული რა და როგორ გააკეთა და ასე შემდეგ და ეს ამისი ასე ვთქვათ თვალყურის დევნების საშუალება ამ პროექტმა მოგვცა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთიანობაში ერთი წამი წარმოიდგინეთ ჩასახე ექნება იმ ნაშრომს რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით. თქვენ გითხვით რომ და სწორად აღნიშნეთ რომ ეს მეცნიერებისთვის უბრალოდ მოყვარულებისთვის და საინტერესოა და ასევე ბევრი თემა იქნება და ჩემი აზრით კარგი ალბათ ერთ-ერთი კარგი მონაპოვარი სამეცნიერო თვალსაზრისით იქნება ის რომ ძალიან ბევრი თემა არის ისეთი რასთან მიმართებაში ჩვენ ასე ვთქვათ წინ დაუკამტრიალებთ და სხვადასხვა ბრუნვაში სხვადასხვა მეცნიერმა წამოწია ისაუბრა და მსგავსი დოკუმენტები ყოველთვის ქმნის იმას რომ ახალი ველი წარმოიშვას შესწავლისა სამეცნიერო დაკვირვებისა და მინიმუმ ახალთაობას მეცნიერებისა მით უმეტეს თანამედროვე გლობალური წვდომის შესაძლებლობის ფონზე იქნებ სხვა ბიძგი და სხვა იმპულსი იყოს სწორედ ეს პროექტი იმისთვის რომ უფრო განავრცონ საქმიანობა არა მხოლოდ თქვენი არქივის წარმომადგენლებამ
მე მგონია რომ იქ გამოიწვევს რაღაც სამეცნიერო ინტერესის აფეთქებას. უკვე გამოიწვია კიდევაც, თუნდაც მიხვდეთ ჩვენ პრინციპში პირველები ხართ ვისთანაც ამ პროექტის შესახებ საუბრობთ, ანუ ეჯერში პირველად კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად დიდი მასშტაბები აქვს ამ ყველაფერს, რომ რა თქმა უნდა გამოვჟონა ინფორმაცია და რასაკვირველია უკვე ძალიან დიდი დაინტერესება არის ამ პროექტით. იცით რა, ისეთი საოცარი რაღაცებია შიგნით ზოგჯერ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მეორე ზოგჯერ ისეთი კარგი კუთხე ზოგჯერ აი მაგალითად როდესაც ქუთაისის მასალას ვეხებოდი ჩვენი არქივები ცენტრალური არქივი რამდენიმე თბილისში ერთი ქუთაისში და კიდე რეგიონული არქივები მილიონი გულდა შესაბამისად წარმოადგენთ მასშტაბი მასალების რამდენია ძალიან დიდია ბევრია აი ბატონმა მერაბ კეზევაძემ ქუთაისის ჩვენი არქივის დირექტორმა გამოიკვლია საკითხი იყო დოკუმენტები იქ დაცული, როგორ მიმდინარეობდა ქუთაისის ობოროს დანგრევა, ეს ნობილი ისტორიული ფაქტების ფოტოც კი არსებობს, მაგრამ გაგრძელება ამის იცით რა იყო, რომ ამ ქუთაისის ობოროს ტაძრის მასალებისგან ახლა ძვირფასი იყვნენ მოპირკეთებული იყო და ასე შემდეგ, შეამკეს შემდეგ ლენინის ძეგლი, რომელიც იქვე დაიდგა. და ხო, ასე რომ სამწუხაროდ აი ესეთი დეტალებიც ხო, ტრანსფორმაცია ძალიან ცუდი, ნუ დაიკარგეს. თან ეპოქის გამომხატველი. აი ზუსტად ამ ეპოქებში ძალიან მტრიალებთ ბევრს ზოგჯერ ძალიან გვიხარია ზოგჯერ ძალიან წუხართ უცებ რომ ძალიან დიდ სამუშაოს შეასრულებ უამრავ დოკუმენტს ამოყრი 1000 რაღაცას დაუკავშირდები მილიონ დაწესებულებაში შეხვა და ბოლოში რომ ერთ წინადადებას აღმოაჩინე რომ ეს დაიღუპა ცუდი წერტილია ხოლმე მაგრამ ну ძირითადად მაინც ძირითადად არა პირიქით ძირითადად არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ნაწილს მაინც პოულობთ და ყოველ შემთხვევაში დიდი ინფორმაცია აი მის შესახებ რა ხდებოდა ჩვენ თავმსიძვლებთან დაკავშირებით და შესაბამისად როგორი ქვეყანა გქონდა სინამდვილეში ხო ეს შენი ქვეყნის შეფასება სხვა არის იმ ადამიანების შეფასება იმას ქონიდნენ რასაც თქვენ ტრაგიკულს უწოდებთ თუ არა ტრაგიკულს ჩვენ ვერაფერს შევცვლით სამწუხაროდ რეალობაა თუმცა აქ ჩვენ ვღებულობთ იმას რომ ისტორია ნათელმოფენილი თუნდაც პატარ-პატარა ისტორიები კონკრეტულ ადამიანებთან თუ ობიექტებთან დაკავშირებული, მე უფრო მეტად გვაძლევს საერთო სურათის დანახვის საშუალებას. უახლოვდება ჩვენი საეთერო დრო დასასრულს და თუ შეგიძლიათ კი ვამბობთ რომ აი ეროვნულმა არქივმა პროექტის სახელწოდებით ქართული სიძველეების ფარგლებში საარქივო მასალების გამოქვეყნება დაიწყო. მხოლოდ ციფრულ ფორმატში შეუძლიათ ამ მასალების ნახვა მოქალაქეებს თუ როგორი არა დასაკვირველია. ნახეთ პირველ რიგში, ну ციფრულ ფორმატი ეს იმიტომ რომ უჩვენოთ რომ მიდის ეს პროექტი და რა ფაზებს გადის. გაციფრულებაც ხდება ალბათ. კი, რა ყველაფრის. და რა ფაზებს გადის ეს ალბათ ციფრულ ფორმატში ნახავენ ამ ყველაფერს იქნება გამოცემები, გამოფენები აუცილებლად. და წარმოგიდგენთ რამდენი გამოფენის საშუალებას გაძლევს ეს ამხელა პროექტი რასაკვირველია გვექნება გამოცემები ეს იქნება როგორც სამეცნიერო პოპულარული ანუ როგორც მონოგრაფიული ნაშრომი ისე რაღაც ალბომის ტიპის მაგალითად გვაქვს გადაწყვეტილი რომ გავაკეთოთ ალბომი დაკარგულსაგან ძორზე ანუ ის რომელიც დაკარგულია მაგრამ გვაქვს ფოტოებზე და ასე შემდეგ და ესეთ და რასაკვირველია დოკუმენტებთან გაცნობა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან რომელსაც ისურვებს და ვფიქრობ რომ ამ პროექტს აუცილებლად სურვილების ეს პროექტი მოუმატებს არქივს სრულების. შიშობ თქვენი ერთ-ერთი მსხვილი პროექტი იქნება წლევანდელი წლისა. კი. კარგი გაგებით თავსაც კი ვარ და როდიდან დაიწყება გამოფენები? ეხლა ვემზადებით რომ შევკრათ გარკვეული ტიპის მასალა წელს ალბათ ვერ მოვასწრებთ უბრალოდ ფიზიკურად ისეთი მოცულობაა? კი, მოცულობა ძალიან დიდია, ფიზიკურად უბრალოდ ვერ მოვასწრებთ, ონლაინ გამოფენებს ასე გავაკეთებთ კიდევ რაღაცა პატარა, ძალიან პატარა. მომავალ წელს ისე კონცეპტუალურადაც უნდა იყოს გათვლილი და კარგად ყველაფერი მოგვარებული, ამიტომ ალბათ რამდენიმე გამოფენას მინიმუმ ჩავთავთ და მათ შორის უფრო დიდი მონდომებით, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გამოცემებისთვის ვემზადებით. გაცნობა ამ მასალებთან იქნება მარტივი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განაცხადი, რომელიც ჩვენ გამოვიხსენეთ, ჩვენ დიდი ხანია უკვე ამაზე მუშაობთ, რადგან გავაკეთეთ განაცხადები, მით უფრო გერთვებით თქვენ ბიტარიეთში, ეს ნიშნავს უკვე საზოგადოებას თავაზობთ შედეგებს ამ ყველაფრისას. გასაგებია, მაშინ პირველ გამოფენას ამის პარლებში ველოდებით სწრაფად. რაც შეიძლება მესმის თქვენ, ხო. ჩვენთვის ადვილია სათქმელი თქვენთვის რთულად გასაკეთებელია, მაგრამ რადგან გითხარით ამ ამბის შესახებ უკვე გამოფენასაც ველოდებით. მადლობა.
სტუმრობისთვის. ჩვენ რადიო მედიის სტუდიაში ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროს კალბატონ ქეთევან ასათიანს უმასპინძლეთ და ვისაუბრეთ იმ მოცულობით პროექტზე, რომელსაც ქართული სიძველეები ქვია და მის პარალელში, როგორც უკვე გითხრა, მცირე ნაწილი უკვე ელექტრონული მასალის სახით წარმოდგენილია. დროთა განმავლობაში ეს სპექტრი გაიზრდება და დროთა განმავლობაში ამავე პროექტის პარალელში მოპოვებული დოკუმენტების ბევრი ტიპის დოკუმენტის გამოფენების მოლოდინში ვართ უკვე. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმართან ჩვენი დიალოგი რადიო ემდის Facebook გვერდზე აიტვირთება. მორიგ საინფორმაციო გამოშვებას 12 წუთში მოისმენთ დროებით.